მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გუნდი. პირადი კონსულტაციები არის დასიან და ვნახოთ. რამდენად გულწრფელი არის თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. საშუალო ფენა, საკმაოდ ენერგიული ტიპაჟი. კარგით ნახოთ, რამდენად გულწრფელი არის თქვენთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ ამ ადამიანმა ძალიან გადაგყალათ თავისი ტყუილებით. გულწრფელობის აკრა გითხრათ, აქ არის უფრო ან ენერგეტიკული ქურდი, ან რაღაც თქვენი შეიძლება ძლიერი ხართ, ეს ძლიერი მხარის მოპარვა, ან რაღაც იკვებება შეიძლება, მანდა მაინც მაგიურ სარგულს მოპარა. აი რაღაც თქვენი ძლიერი ენერგიების გამოყენება, ოღონდ ეს არის პირდაპირ კი არა, რომ აი მე შემჭირდები, იმიტომ რომ დავუშვათ შენ ფული გაქვს, დავუშვათ შენ საზოგადოებრივი მდგომარეობა გაქვს, დავუშვათ შენ ძალიან ძლიერი ხარ, შენი ენერგეტიკა ჩემთვის ძვირფასია და ასე ამ კუთხით არა. ეს არის, მოდი ასე ვთქვათ, მაგ სახელს არ დარქმევს. მოდი მანახე რა სახელი გაქვს დარქმეული, აბა. სახელი, ახლო ადამიანი ხარ, სახელი აქ არ არის, ესე იგი, ესე რომ ვთქვათ, ეხლა მანდა მაინც ვინ ხართ ზუსტად დაკონკრეტებული ფორმა მე ვფიქრობ არ არის. ალბათ ხან მეგობარი ხართ, ხან მინდა ვიყო მეგობარი ხართ, ხან არ ვიცი, რაღაც ესეთი არის ცოტა გაურკვეველი მდგომარეობა, მაგრამ უფრო მაინც მეგობრულ ვარიანტში აკეთებს, ხო? აქ ნახეთ გულწრფელი რა ვიცი. თქვენ რატომღაც აქ მე მგონია რომ უკან იხევთან არ გინდათ რაღაცას ვერ გრძნობთ იდეალურად თავს, ან ვერ გრძნობთ რაღაც ხდება აქ, რა ხდება თქვენთან, რა გჭირდება მანახე. კმაყოფილებას რაღაც რატომ რაღაცა არ არის თქვენ შორის დაბალანსებული ენერგია. ნახეთ როგორ არის, არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი მხარე უფრო ესე ვთქვათ იხარჯება შესაძლებელია, ვიდრე მეორე. მე ხარჯვაში ფულს არ გულისხმობ, აქ მანდა მაინც ფულადი დახმარება აქ შეიძლება ის იყოს აი თუნდაც ის ენერგეტიკული დახმარება, ან რაღაც აი ერთი მხრიდან უფრო არის. ნუ ეხლა ეს მამაკაცია თუ ქალბატონი უკვე ვინც ისმენს ის არის. ისე გამოვიდა. თუმცა ამ ადამიანს რაღაც მაინც ესე რომ ვთქვათ თავს გიჭყლიტავს რაღაცა საქმის წამოწყება, ან ვისი დაწყება გინდა. ხო, რაღაც ისეთი თემა არის, შესაძლებელია აქ თანხები ამას არ ყოფნის, ან უბრალოდ გაუთვალისწინებელი მოვლენების წინაშე დგას, ან უბრალოდ ამ რაღაცებს ითვლის თუ ფიქრობს, რაღაც თავის იჭყლიტავს, არ არის გამორიცხული, შესაძლებელია აქ იყოს რაღაც კონკურენციაზეც საუბარი, ან აქ იყოს შეიძლება რამე დაბრკოლების გადალახვაზე საუბარი, ხო, ესეთი რაღაცა თემა აქვს ამ ადამიანს. ნუ რაზეც სხვათა შორის წარმატებებს, საიდანაც წარმატებებს ელოდება, მაგრამ თქვენთან რამდენად გულწრფელი, ეს თქვენ გეხებათ, ჩემო კარგებო, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი თქვენ გეხებათ და არა, დავუშვათ მისი თემა არა თქვენთან მიმართებაში.
რა დარდებს. ცოტა манипуляტორი არის. კი ბატონო, თითქოს არის ბევრი ტყუილიც, მაგრამ სამომავლო პირა სიზონის. ხილად იყავით ამის გავლენის ქვეშ არ მაქცეთ. ან მოტყუებული არ დარჩეთ. შეიძლება აქ რაღაც ისეთი რამე იყოს, ნახეთ. როგორი რაღაც იცით? რა ვიცი, რამე არ გადაუფორმოთ, ან რამე ისე არ გააკეთოთ, მოტყუებული არ დარჩეთ. ეს მარტო მის თავზე ფიქრობს აქ, რომ იცოდეთ. ეს იყო დღეისთვის იმედია გამოგადგებათ ეს ინფორმაცია.